საღამოშვიდობისა გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბიზინა ივანიშვილის წერილი და მიხეილ სააკაშვილის ზეპირი პასუხი. მეორე დღეა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის პაექრობა განხილვის მთავარ თემად რჩება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა ურთიერთობის თავისებურებებზე. მატრიცაში ნანა დევდარიანი. საღამოშვიდობისა ხალხოვნანა დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გუშინაც ვარჩევდით, თუმცა ჯერ პრეზიდენტს არ ქონდა პასუხი გასცემული, ამიტომ მხოლოდ ბიზინა ივანიშვილის წერილს ვარჩევდით, რომელიც მან პრეზიდენტს გაუგზავნა და პრინციპში ის იყო ძალიან მარტივი იდეა, პრეზიდენტს უნდა გაეცა პასუხი, აპირებს თუ არა ის მხარე დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის პასუხად ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. რა ვიხილეთ? რა ვიცი, მე ყოველთვის ვიცოდი, ყოველ შემთხვევაში ას ვიცნობ სააკაშვილს, ეს არის 95 წლიდან, რომ ესეთი არტისტული მონაცემები აქვს და ხანდახან ესეთი გიპერტროფირებული არტისტული მონაცემებიც, მაგრამ გუშინ რო უყურე, საბოლოოდ დავწმუნდი, რომ ნორმალურ სიტუაციაში, ნორმალურ ქვეყანაში ის ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე იქნებოდა დაახლოებით ისეთი, როგორც ჟირინოვსკია. თავის ელექტორატი ეყოლებოდა, არც მრავალრიცხოვანი, მაგრამ გარკვეულ პროცენტს აიღებდა არჩევნებში. ყოველი მისი გამოსვლა პარლამენტში იქნებოდა სახალისო. აი რომ მიიწევდნენ ნებისმიერ შოუზე, თოქ-შოუზე კი არა, თუ გინდ სასიმღერო ან იუმორისტულ შოუზე, მას ექნებოდა ძალიან დიდი წარმატება. ყველა თოქ-შოუს წამყვანს ეცოდინებოდა, რომ თუ მოიყვანს სააკაშვილს, იქნება საინტერესო შოუ იმ დღეს და ასე შემდეგ და არა მეტი. მაგრამ ეს კაცი არის საქართველოს პრეზიდენტი, ასეა თუ ის? ეს არის ასე ვთქვათ, ეხლა თუ კომედიიდან გადავინაცვლებთ ტრაგედიის სფეროში, ეს არის ტრაგიკული სურათია, იმიტომ რომ დღეს რითაც დაგვირგვინდა ეს მთელი სპექტაკლი, როგორც შეჯდა სანდრას ელექტრომობილში და გაემგზავრა დაცვის გარეშე, ეს უკვე ამას არაფერი არ ქვია რა. ხა სულ ვფიქრობდი, საიდან ეს ელექტრომობილი და ეთყობა აი ვერონიკა ქობალიასთან ერთად რომ 200 რო უნდა ჩამოიყვანო, 200 ავტომობილი. ჩამოიყვანო, ფლათიმდენი არ გამოვიდა, მაგრამ ერთიც არის სააკაშვილების ოჯახს ერგო როგორც ჩანს, მაგრამ აი არანორმალურად მაინტერესებს სათტენიან ამ ელექტრომობილს, იმიტომ რომ ასეთი სადგურები ჩვენთან ქვეყანაში არ არის, ხო? ეთყობა ავტონომიური დამტანელი. და ნაგვის ფული ბევრი მოსდის ალბათ. ალბათ ბევრი მოსდით ნაგვის ფული, ხო? მაგრამ ალბათ ნაგავმაც დაიკლო, იმიტომ რომ დენმა დაიკლო, იმიტომ რომ მომარაგება არ ქონია ისეთი კარგი როგორც ივანიშვილს და კიდევაც დააპატიჟებინა თავი, რომ დამპატიჟოს ადგილზე და მივალო. აი მე მაგალითად მომხრევა რომ დაპატიჟოს, ოღონდ მომხრევა რომ პირდაპირ ტრანსლაცია იყოს ამ სადილის. ეს როგორ ხდება ეს ყველაფერი ჩვენ ყველამ დავინახოთ, იმიტომ რომ ადამიანების ვიწრო წრემ იცის ის როგორ სადილობს, მაგრამ თელმა საქართველოს უნდა ნახოთ. რაზულეს? ახლა ზედმეტ ჭამის მანერის თავისებურებებზე. საერთოდ ქცევის მანერაზე, სადილზე როგორ იქცევა, რაოდენობაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ახლა ყველას თავისი პრობლემა აქვს, ასე ვთქვათ და აქ თუმცა ხალხონა ასეა თუ ისე კიდევ რამდენიმე თვე 7-8 არ გამიჩნია ხო 8 ალბათ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი და ამ თვალსაზრისით შევხედოთ მოვლენებს, რა სიტყვის ბიზინა ივანიშვილი მისგან, რა პასუხს იღებს და პოლიტიკურად რა ვითარება გვაქვს შესაბამისად. მძიმე ვითარება. მე შარშანაც ერთი წლის წინაც ვამბობდი ზუსტად, რომ თავარი არ არის მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მოგება. თავარი იწყება 1 ოქტომბრის შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციას ვინც იცნობს კარგად, აი ბოლო მიშაზე მორგებულ კონსტიტუციას გულისხმობ, ის მიხვდება რომ ეს ერთი წელი იქნება პოლიტიკურად ურთულესი. მადლობა ღმერთს ამ ერთი წლიდან 4 თვე გადავაგორეთ ხომ რაღაცნაირად და რაღაც სერიოზული ექსცესების გარეშე. დიდი იმედი მაქვს რომ ოქტომბრამდეც ასე მივალთ. მაგრამ პრობლემები რაც კი შეუძლია შექმნას, მიხეილის შექმნის აუცილებლად. იმიტომ თქვენ უნდა გავიცნობოთ როგორც ყველა პოლიტიკური ლიდერი, ისიც არ არის მარტო, მასაც ყავს გარემოცხვა და მასაც უამრავი ვალდებულება აქვს. ჩვენთან ხალხი ხშირად უყურებს მაღალ თანამდებობას, როგორც ბევრ თავისუფლებას და ეს დიდი თავისუფლება კი არ არის. ეს არის ბევრი ვალდებულება. ფიქრობდი მე ხშირად მომისმენია რომ მას აქვს ვალდებულებები, მას ყავს გუნდის წევრები და ასე შემდეგ. ჩემი შთაბეჭდილებით, პირად ერთი ადამიანის შთაბეჭდილებით ის მაინც მარტოა. ძალიანაც არ ნერვიულობს დანარჩენ ხალხზე, ვის მისი თანაგუნდელად მოიაზრება. უფრო მეტად ისინი არიან ამაზე დამოკიდებულნი, აშკარად ჩანდა ეს ყოველთვის, რადგან ადამიანები, რომელსაც არ ქონდათ რამე კონკრეტული აზრი რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ამი ხოლმე გამომიდის, მაგრამ თუთი ყუშივით იმეორებდნენ ზუსტად იმ სიტყვას, რასაც პრეზიდენტი ამბობდა. ჩანდა რომ ძალიან ძლიერი ვერტიკალია და პირამიდა და პირამიდის წვერზე ზის მიხეილ სააკაშვილის ჩანდა. ასე უდარდელათაც არ აქვს ნამდვილად საქმე, იმიტომ რომ არის ასეთი გამოთქმა,
რუსულად ასე ჟღერს კარალა ძელეც სვიტა, ხომ? ანუ გარემოცვაც ქმნის შენ. ხა მართლა ჟირინოვსკობა ხომ არ უნდა, ხა მე ვიხუმრე რა თქმა უნდა, მაგრამ მას არ უნდა დარჩეს პოლიტიკაში როგორც ჟირინოვსკი, ხო? რომელიც არის უდაო ლიდერი თავისი პარტიის, მუდმივად აქვს გარკვეული პროცენტი. მას მეტი უნდა. მას რომ მეტი უნდა, გამოჩნდა იქიდან რაც შეიდინა 2003 წელს ფაქტობრივად ეს სახელმწიფო გადატრიალება იყო, იმიტომ რომ ერთპიროვნულად უნდა და ძალაუფლება ქონოდა და ეს განახორციელა. ეხლა ამ პირამიდის მწვერვალიდან ჩამოსვლა მისთვის არის უმძიმესი, მაგრამ უმძიმესის გარდა აქ პასუხისმგებლობის საკითხები დგება. და აი აქ სწორედაც ის მარტო არ არის. და არც არავინ არ დაუშვებს, სხვათაშორის წერილში სრულად გასაგებად არის ნათქვამი რა, დარჩები შენ პოლიტიკაში და განაწილდება ეს პასუხისმგებლობა თუ არა. აი ეს არის ძირითადი საკითხი. ამიტომ მიღელ შეუძლია შექმნას პრობლემები 19 აპრილს დაანონსებული შეკრება, რაც მერაბიშვილმა თქვა, მხოლოდ ამისკენ არის მოწოდებული, რომ თავის მომხრეებში გააჩინოს მოლოდინი, რომ და პრინციპში შეუძლია კიდევაც გამოაცხადოს, რომ მან დაითხოვა მთავრობა, ან მთავრობა და პარლამენტი. ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე? ხო არ იქნება ეს უბრალოდ პოლიტიკური თვითმკვლელობა მართლაც, რადგან მდგომარეობა არ არის ახლა ვითარება ისეთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ესე თავისუფლად დაითხოვოს მთავრობა, დანიშნოს ისე ვანო მერაბიშვილი პირობით პრემიერ-მინისტრად, შემდეგ ამას მოაყოლოს პარლამენტის დათხოვნა, რადგან პარლამენტი არ ამგონია ხა ვანო მერაბიშვილის პრემიერობას ხელმეორედ დათანხმდეს ამ შემადგენლობით. მოსალოდნელია ესეთი პოლიტიკური თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა. ამიტომ ძირითადად მე უყურებ 19 აპრილს როგორც მცდელობას, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ღრუე წყალში უფრო ადვილად ხდება ამ პროცესების წარმართვა. ის, რასაც არ კადრულობს ახალი ხელისუფლება, მაგათ ერთი წამით მაინც რომ მიეცეთ შესაძლებლობა სახლიდან გამოათრევენ ყველა დეპუტატს. და არც შეხედავენ არც იმის იმუნიტეტს, არც იმას დაუშავებია რამე თუ არ გაუკეთებიათ თუ რა, ყველა ძალიან კარგად გახსოვს, ხო? ეხლა მიდის როგორი ჭიდილი, აი, რაღაც ეპიკური ჭიდილია ბოროტის და კეთილის რა, იმიტომ რომ კეთილი ვერ იზამს იმას, რასაც ბოროტი ადვილად კადრულობს, ხო? და ბოროტისთვის კიდევ სულ ერთია, ის ყველაფერზეა წამსვლელი. ეს ჭიდილი, აი ხანდახან გაოცდები, რომ მაღალი ლიტერატურაში რომ წაგიკითხავს, სპექტაკლებში რომ გინახავს, ფილმებში, ხო? აი ესეთი ეპიკური ჟანრის სპექტაკლი თამაშდება ჩვენს თვალწინ. მაგრამ მე ერთი რამ მინდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ ამ ერთი რაღაც დაპირისპირებით თან ცინიკურად ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 7 ნოემბერს და 26 მაისს ყველანაირად გაიმეტეს, ხო, საკუთარი მოსახლეობა, აი ცინიკურად უკვე ისიც როგორ აი კერკეგორს აქვს ნათქვამი, რომ ისტორიასო განმეორებადობა ახასიათებს, ოღონდ ერთხელ მოვლენა ხდება როგორც ტრაგედია და მეორეჯერ როგორც ფარსი. ეს უკვე ფარსია, იმიტომ რომ იგივეს გათამაშება, როცა შენს მხარეზე არ არის მთავარი სიმართლე და ხალხის ნდობა, უბრალოდ არ გამოვა. მე უბრალოდ ერთი წვეთი ქართული სისხლიც არ მემეტება იქ, რომ დაიღვაროს, თორემ ბევრს ვერაფერს გააკეთებენ, დიდი რამდენიმე ადამიანი დააზარალდნენ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ესეც არ უნდა დაუშვას. ბატონო, აი გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტის ძალიან საინტერესო იყო, რომ ის კვლავ აპელირებს რაღაც რუსეთის თემით. ეს თემა იყო წინასაარჩევნო ძალიან ხმამაღალი, შემდეგ თვითონ პრეზიდენტმა მოსპო ამ თემაზე საუბარი, თუ გახსოვთ, მან თქვა, რომ მართლაც ეს არ იყო ეთყობა სწორი. ეხლა ისევ ამის დაბრუნება, ეხლა აღარ გავიხსენებ იმას, რაც მან ონიშენკოზე ისაუბრა და რევიზორიდან მოყვანილი ციტატები, რომელიც თუ განსაკუთრებულად ზუსტი არ იყო, როგორც ყოველთვის ჩვევია ხოლმე პრეზიდენტს. გერმანულ თარგმანში საერთოდ სასაცილოდ ჟღერდა. თავარია გოგოლს პუშკინი არ დაუწოდა, ეგეც მიღწევა. ისევ ეს რუსული კარტი, როგორც ამბობენ, ხო? ბოლო იმედის გასროლაა ეს რუსეთზე მიბმა, ისე როგორც ჩანს ახალი ხელისუფლების. სხვა პრობლემა ხელისუფლებასთან არ არის, როგორც ჩანს, მისი აზრით. არა, უამრავი პრობლემა აქვს და უკვე აი დაუკვირდეთ. არა, მე გულისხმობ სხვა არგუმენტი ახალი ხელისუფლებისგან არ აქვს. ჯერ ერთი არ დაგავიწყდეთ, რომ ის გამოდის და ლაპარაკობს როგორც მსახიობის სცენაზე რა. და მას უხარი ამ სცენაზე დგომა, აი სიხარულით აკეთებს ამას და იმდენად ერთობა ხომ ამ როლის შესრულებით, რომ მე ავიწყდება, რომ პირველ მოქმედებაში სულ სხვა რაღაცა აქვს ნათქვამი. ისიც ავიწყდება, რომ ივანოვმა გამარჯვება უსურვა 2003 წელს, ხომ? ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის დროს. ისიც ავიწყდება, რომ გუშინ წინ თქვა, რომ აი ეს თემა დავხუროთ და ჩვენც კი ვართ მზად რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ იმდენად ერთობა ну, აი როგორ გითხრათ, არის გაწერილი, რას აპირებს რომ ელაპარაკოს, მაგრამ მე გაექცევა ხოლმე სიტყვა და ეს იმპროვიზაციებში ეს ემართება როგორც წესი. დარწმუნებული ვარ, მას ამის თქმა არ უნდოდა.
მაგრამ ისე წაიყვანა თან ხო მონოლოგის რეჟიმი გახურდა ხო და უკვე ესეც თქვა რა აღარაფერს არ ვამბობ იმაზე რომ ისევ შეურაცხყოფის ენაა არ შეიძლება მთელი ხალხი შეურაცხო იმიტომ რომ მე გაცილებით მეტი მთვრალი მაგალითად ამერიკელი მინახავს ვიდრე რუსი ჩემ ცხოვრებაში შეიძლება მე სხვა ხალხთან მქონდა ურთიერთობა და მიშა სხვა ხალხთან მაგრამ ეს მისი პრობლემაა ხო ასე რომ ყოველთვის გეგმის მიხედვით ის არის ძალიან საინტერესო იყო რომ არჩევნებში დამარცხება დაუკავშირდა ტაქსისტებს ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მწვერვალი ზუსტად 3 წუთში აქედან Facebook-ში გაჩნდა პლაკატი რომელზეც ეწერა რომ მადლობა ტაქსისტებს საქართველოს განთავისუფლებისათვის და ხელმოწერა მადლიერი ქართველი ხალხი ну ესე იგი თურმე ამის ბრალი ყოფილა მე წავიდა სხვადასხვა კომენტარების და რატომ არა სტუდენტები ათასობით ვინც სტატუსი დაკარგა ალბათ იმათაც წააგებინეს არჩევნები რატომ არა მწვრილი მეწარმეები ვისაც ბიზნესები წაართვეს ხომ რატომ არა მსხვილი ბიზნესმენები რომლებიც ციხე და უბედურება გამოატარეს იგივე პოლიტპატიმრები ასეთი იმდენია რომ მე მის ადგილას მარტო ტაქსისტების ყურადღებას არ გავამახვილებდი მაგრამ ნუ ისევ სიტყვა გაექცა და ბატონო მინდა რომ დაგელაპარაკოთ უკვე ხელისუფლებაზე რადგან ხელისუფლებასაც არ აქვს ყველაფერი კარგად საბედნიერო ჯერჯერობით ისეთი სიტყვით როგორც პრეზიდენტი გამოდის პრემიერ-მინისტრი ჯერ არ გამოსულა იმედი მაქვს არასოდეს არ გამოვა ის რიტორიკა ცოტა განსხვავდება მაგრამ პრობლემები მაინც არის თუმცა რეკლამაზე გავიდეთ სულ 2 წუთით 2 წუთი დაბრუნდებით ნანადევდარიანი ამაყებს ის თუმცა დავრუნდით პირდაპირ ეთერში ნანადევდარიანი ამატრიცის თუმარი ქავტანანა ახლა ხელისუფლებაზე ვისაუბროთ ბიძინა ივანიშვილის წერილი პრინციპში წარმოაჩენს რა არის ძირითადი პრობლემა ეხანდელი ხელისუფლებისთვის გარკვეული საფრთხე მაინც იმისა რომ პრეზიდენტი გამოიყენებს იმ როგორც პარლამენტარები ამბობენ დიქტატორულ უფლებებს რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და შეეცდება თავრობის დათხოვნას ასეთი ეჭვი მაინც არსებობს და ძალიან საფრთხილო საქმე არის მაინც პრობლემები ხელისუფლებას აქვს პრობლემები აქვს ასევე მართლმსაჯულების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ხო ვინც სოციალურ ქსელებს ადამიანებს თვალსაჩინო სხვადასხვა ინფორმაციას კითხულობს მაინც ისო სულ ხშირად გამოიწვის უკმაყოფილება რომ პროცესები არ მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს ეს არის ხელისუფლების სისუსტე თუ ეს არის ის საბოტაჟი რასაც ხელისუფლება მიანიშნებს რომელი უფრო ერთიც და მეორეც არის სისუსტე იქნება თავისთავად იმიტომ რომ 9 წელიწადში ამ ნაციონალურმა მოძრაობამ ფესვები გაიდგა ყველგან ეს არის აი როგორ გითხრათ ვინც ნაკვეთს ყოველ წელიწადს ამუშავებს მასთან სარეველა ვერ მძლავრობს და ვინც 9 წელიწადი ნაკვეთს რო არ მოუარო იმ სარეველის ამოძირკვას მოუნდები ერთ სეზონში ვერ მოახერხებ რა ამიტომ მე რეალურად ეს მესმის თუმცა როგორც ყველა მოქალაქე ამ ქვეყნის მეც ვღიზიანდები როდესაც აშკარად დემაგოგიური განცხადებები კეთდება და მოდით პირდაპირ თქვათ რა ძალას ვერ გრძნობენ ახალი ხელისუფლებისგან როგორც ჩანს იმიტომ რომ ძალას რომ გრძნობდნენ ამდენის უფლებას თავის თავს არ მისცემდნენ მეორეს მხრივ მე ძალიან კარგად მესმის რომ არის რაღაც საქმეები რომლებიც დღეს შეიძლება არ ძღირდეს სასამართლოში შესატანად იმდენად მცირეა შანსი რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამიტომ ეს არის ძალიან რთული ტრანზიტული პერიოდი გარდამავალი პერიოდი ჩვენ მოთმინებით უნდა აღვიჭუროთ უნდა ვაცადოთ რა თქმა უნდა ახალ ხელისუფლებას მაგრამ საზოგადოებამ ეს სიტყვა ცოტა არ გიხამუშ ვაცალოთ ეს სიტყვა იყო მიხეილ სააკაშვილის ვაცალოთ ნახოთ არა არ მეხამუშ იმიტომ რომ დღეს ქართულ ოცნებას უკავია მხოლოდ მთავრობის პორტფელები ხელში და საპარლამენტო უმრავლესობა. მეტი დანარჩენი მის ხელში არაფერი არ არის. ანუ ეს არიან წინა რეჟიმის მიერ დანიშნული მოსამართლეები, წინა რეჟიმის მიერ პირდაპირ სააკაშვილის მიერ დანიშნული თქვათ. სააკაშვილის მიერ დანიშნული გამგებლები, გუბერნატორები და უამრავი სხვა სტრუქტურა. აღარაფერს ვეტყვი იდეოლოგიურ ცენტრებზე. მარტო ერთ მაგალითს მოვიყვან. ილიას უნივერსიტეტმა უკვე არჩევნების შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა იცოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა, უამრავი მილიონიანი ქონება გადასცა ილია უნს. რით არ დაკავებული ილია უნი იდეოლოგიური დივერსიით ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ამის, ასე ვთქვათ, კეთებულებები მაქვს და უახლოეს მომავალში ამას აუცილებლად გამოვაქონებ. იმიტომ რომ ილია უნი აკეთებს იმას, არა იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. არამედ მაგალითად კარგად ცნობილი Facebook-ის გვერდი საქართველოს სახელმწიფოს მტრები იმართებოდა ილია უნის შენობიდან, იქაური კომპიუტერიდან. როგორც კი მე ეს გამოვაქვეყნე გაზეთში, ხო, იმიტომ კი არ ყვები რომ ეს მე გავაკეთე, მაგრამ უნდა იცოდეთ ამ ადამიანების ცხოვრების ნირი, მათი სტილი და დამოკიდებულება. სასწრაფოდ გადაიტანეს მართვა
ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, ესეც ვიცი, ის მისამართიც ვიცი და ვიღაც აქედან გაგზავნილ მასალებს უკვე ვიღაცდებს ამ საიტზე, საქართველოს სახელმწიფოს მტრების. ნუ თუ კი ვინმე სხვა მოუღია ნაცმოძრაობის წინააღმდეგ, ყველა არის ამ საიტზე საშინელი უწმაწოვრები. იმის მაგივრად რომ მიხედონ უმაღლეს განათლებას, ამით არიან დაკავებულები. და იცით რა, მე მესმის რომ შეიძლება დაუშვათ ქალაქის მერის დაჭერა არ დაჭერა ძალიან რეზონანსული საკითხი იყოს. თუმცა მიშა მაგათ ადგილას ერთ პატარა მასკიშოუს ჩაუტარებდა გიგი უგულავას და დანარჩენების დაწყნარდებოდა. და აი ეს მაგალითად ამის საფრთხე დგას ქალწულთან რამდენად გაუძლებს თქვა ხელისუფლება აი ამ წნეხს უკვე საზოგადოების მხრიდან რომ ისინი ნელა მოქმედებენ და არა ეფექტურად და არ გადაიზარდონ რატომ და გაუძლოს რატომ ხელისუფლებაში მოხვედით ჩვენი მხარდაჭერით ხო უმრავლესობის მოდი ესე ვთქვა და მე მჯერა რომ 40%-ს არ მიუწია ხმები ნაციონალურ მოძრაობას ესე იგი 50%-ზე გაცილებით მეტმა მოგცა ხმა აბა ვის უნდა გაუწიო ანგარიში ეხლა მეტყვით რომ ევროპა დასავლეთი თუ არ გაქვს არ გეტყვით მაგას უბრალოდ იქ მისვლა სადაც ვიყავით თქვა ისე ეს დიღბიანი ადამიანები ღამესახლებში შევარდნა ეს არ გვინდა ეს ხო ამის გამო იყო რომ მიხეილ სააკაშვილის მათ შორის დამნაშავე უნდა დაისაჯოს რა არავინ არ ამბობს რომ ლელა კილაძე გამოათრიონ ღამის პერანგით გარეთ ან მაინც და მაინც ეს ტელეკამერების თანდასწრებით და ჩაუდონ იქ ყუმბარ მტყორცნი როგორც ბონდოშალეკიანში ბავშვების კარადაში ჩაუდონ ამას ხო არ მაგრამ დამნაშავე უნდა დაისაჯოს ამაზე ორი აზრი არ არის ეხლა რაც შეეხება არ არის ეფექტური ხელისუფლების ქმედება ამ კუთხით თვლით რომ ისინი თქვათ ნაკლებად კვალიფიციური ან რაიმე ასეთი კვალიფიკაციის პრობლემა არ არის აქ საქმე იმაშია რომ მათ არ აქვთ ხელში ყველა ბერკეტი და ამის გამო არ ხდება ბევრი საქმის ბოლომდე მიყვანა თუმცა წაღან მე დასავლეთი ვახსენე მაინც ამაზე გავამთავრებ თუ მოხვედე ხელისუფლებაში და არ გაქვს იმის უნარი რომ ზოგჯერ შენი მეგობარი ქვეყნებიც კი ფაქტის წინაშე დააყენო მაშინ გიქნება სერიოზული პრობლემები თქვენ გონიათ რასაც მიშა აკეთებდა ყველაფერი მოწონდათ დასავლეთში მაგრამ ის ძალიან ხშირად თითქმის 90%-ში ფაქტის წინაშე აყენებდა მათ და მერე უკვე პოსტფაქტუმ აზრი არ ქონდა ასე ვთქვათ მის კრიტიკას არის ასეთი ნაბიჯები რომელიც გადადგმა შეიძლება მაგრამ მეორე და მთავარია როგორ შეიძლება მოუარო ამ სიტუაციას ეს არის ის რომ ყოველდღიურად შენ ინფორმაცია უნდა მიქონდეს ადამიანებამდე. მე ვარ დაინტერესებული ადამიანი, მუდმივად პოლიტიკურ სიტუაციაში ჩართული პროცესებს ვაკვირდები. მე არ ვიცი დღეს მაგალითად რომ დაზღვევა როდის ამოქმედდება და რა ნოზოლოგიაზე გავრცელდება. აი ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, მდეიჩემ მყავს საოპერაციო, ხო? მე მჭირდება ვიცოდე, ეს იქნება მარტში, აპრილში, ივლისში, თუ არასდროს არ იქნება. მე ხო უნდა დავგეგმო რაღაცნაირად ჩემი ცხოვრება. წარმოგიდგენთ ხალხთან ამაზე ვსაუბრობდით სულ 2 დღის წინ არ მახსოვს ვისთან. ვსაუბრობთ, წარმოგიდგენთ რომ დღესაც ახლა გადიოდეს მაგალითად მე-9 არხის ეთერში სიუჟეტები როგორ დადის ჯანდაცვის მინისტრი ოჯახებში, ესეთი სიუჟეტები ქონდა ჩვენ გიგი უგულავას პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით როგორ ზის ესე გარემოცვაში იქ მაგიდაზე ალაგია რაღაც მანდარინი თუ რა სეზონს რაც შეეფერება ერთი ბოთლი შამპანური და ესე თავის ხო სასაცილო გამოჩნდება არა აი ეს არ არის სწორედ საჭირო რატომ ისინი ამას იყენებდნენ საკუთარი პიარისთვის ეხლა რატომღაც ახალ ხელისუფლებას გონია რომ პიარი სალანძღავი სიტყვა არა ბატონო სალანძღავი სიტყვა შავი პიარია ცუდი თორემ საზოგადოებასთან ურთიერთობა აუცილებელია ამისთვის უნდა გადაიოდეს სოციალური რეკლამა და სოციალური რეკლამას გაუშვებს ტელევიზიები კანონი არეგულირებს ამას. სადაც მე ელემენტარულად ჩავთავდე მეწოდინება, რომ მე თუ მჭირდება ერთი სახის ოპერაცია, ესე იგი მე არ მომისწრებს ეს ახლა და სხვა გზა უნდა ვეძებო, თუ მჭირდება ამბულატორიული მომსახურება და სხვა და სხვა, ესე იგი მოვიცდი ორ კვირას და უკვე მეწოდინება რომ სახელმწიფო დაზღვევა ამას დამიფარავს. არ არის საჭირო პირიქით მე მინდა ვთქვა რომ არასწორად გაგებულია რომ მინისტრები უნდა დადიოდნენ ერთი ეთერიდან მეორეში და ყვებოდნენ ამას ყველაფერს. მინისტრი ყველაფერზე არ უნდა მოცდეს. ამისთვის არსებობს ერთი სხვა საშტატო თანამშრომლები და მეორე საზოგადოების წევრები. ანუ ახალ მთავრობას პრინციპში ეს ბევრჯერ მომისმენია და ბევრი კომუნიკაციის პრობლემა აქვს. იცით რა მოდით ესე ვთქვა ბიზინა ივანიშვილის სტილი, ცხოვრების სტილი იყო რა ის გასცემდა უხვად, მაგრამ არსად არ ჩნდება. აი ეხლა ეს ამ სტილის შენარჩუნება როცა ხარ ხელისუფლებაში უბრალოდ დამღუპველია. ეს იმიტომ კი არ კეთდება რომ ბიზინა ივანიშვილია კარგი. ეს უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ ეს ჭირდება შენს მოსახლეობას. ის უნდა იყოს ინფორმირებული. აბა დაუკვირდით რამდენ სყვირიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ტყუილი მართალი სულ ერთია. ინიციატივა მუდმივად მათ მხარეზეა რა. და მორიდება და შიში რომ რაღაც არ გავაკეთო რომ ესენი იყვირებენ ეს არის სისულე ლეგენი მაინც იყვირებენ ერთ კარგ სპექტაკლში იყო ექს შენაბერა და ერთი მამაკაცო თუ მაინც და მაინც უნდა ინანო შენსადე კიდე გათხოვდიო ხო მაინც თუ იყვირებენ გააკეთე რაც გასაკეთებელია და იყვირო
იყო რომ კი ბატონო, მე არ მგონია რომ მათ ყვირილს მეტი ფასი აქვს ვიდრე ირინა ენუქიძის ცრემლებს. ან მისი და მისი შვილის სიცოცხლეს. ასე მიუდგეთ. არის რაღაცები, რაზეც კამაჩიც არ უნდა შეხვიდე მათთან. სიმართლე მათ ხარეს არ არის. თუმცა მთავრობა თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებს მაინც გარკვეულწილად. მე მეჩვენება რომ არ ამტკიცებს, რაღაცა თავს იკავებს, რომ აი ტრაბახში არ ჩაეთვალოს და ასე შემდეგ. აქვს სატრაბახოთ საქმე, ესეც საკითხია. აქვს თუ არა ახალ ხელისუფლებას საქმე სატრაბახოთ. იყო რაღაც დაპირებები 1 ოქტომბრამდე გაცემული, 1 ოქტომბერი გავიდა, გასაგებია ისევ შეიძლება დავუბრუნოთ იმ თემას, რომ ვაცალოთ თუ არ ვაცალოთ, მაგრამ დრო მიდის რეალურად. რამდენად ფიქრობთ თქვენ, რომ თქვა ახალი მთავრობა ასრულებს იმ დანაპირებას, რამდენად მიდის თუნდაც შეიმჩნევა თუ არა პერსპექტივაში რომ სადღაც იქითკენ მიდის. ეს არის აი წევან თქვენ გოგი რომ ერთი და იგივე თუთიყოშივით იმეორებენ ნაციონალებს. თუთიყოშივით კი არ იმეორებენ. ეს არის ზუსტი სლოგანები მოფიქრებული, რომელიც უნდა გაიმეორო და ჩაუდო ადამიანებს თავში და ამას მოაქვს შედეგი. აი ამას გიმეორებენ დღეში 100-ჯერ ყველა საინფორმაციო საშუალება. თავრობა არასრულებს დანაპირებს, თავრობა არასრულებს დანაპირებს, თავრობა არასრულებს და ეხლა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ასრულებს თუ არასრულებს. თქვენი აზრი მაინტერესებს ანუ დღის წესრიგს კარნახობენ, რომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ასრულებს თუ არა. და მოდი ვილაპარაკოთ ერთი რომელი დანაპირები აასრულა სააკაშვილის ხელისუფლება. იმათთან დაკავშირებით მე მგონი ყველაფერი გასაგები. არ არის გასაგები. სანამ ისინი პოლიტიკურ არენაზე არიან იმ პრეტენზიით, რომ არიან ერთადერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში, ეს საკითხი არ მოხსნელა დღეს წესრიგიდან. თორემ მე საპრეტენზიო რამ აქვს მაგალითად კახა კუკავასთან, ის არასაპარლამენტო პარტიის ლიდერი არ და ვერ მოთხოვ პასუხს, რასაც იზახოდი არჩევნებზე, რატო არ ასრულეთ ხო? ხომ? ამდენად რა თქმა უნდა ყველაფერი ვერ სრულდება, განსაკუთრებით მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ იქ სადაც შენ სისტემა არ გაძლევს ჯერ საშუალებას სამართლიანობა აღადგინო, რა თქმა უნდა ეს საკითხები არ უნდა გადადო, მაგრამ უნდა გადაიტანო აქცენტი სწორედ სოციალურ თემატიკაზე, იმიტომ რომ გაუსაზრესია ადამიანების ყოფა. უზომოა საქართველოს მოსახლეობის მოთმინება, იმიტომ რომ ამ ტარიფების პირობებში ადამიანებმა აი თებერვალი მთავრდება და ზამთარი მიწურეს. მხოლოდ უზომო ნდობის გამო ახალი ხელისუფლების მიმართ. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თუ შემდეგ ზამთრამდე, მომავალ ზამთრამდე მთავრობა ვერ მოახერხებს ტარიფების სერიოზულად დაწევას, იმიტომ რომ ვინც როგორ უნდა იძახოს, რომ სწორად ვერ დავთვალეთ ეს კოეფიციენტი არ იყოს, პირობები არ ვიცოთ ხელშეკრულების, რეზერვი ტარიფების გაიაფების არის. თუ ეს არ მოხდება, აი შემდეგი ზამთრისთვის უკვე უკმაყოფილება იქნება ძალიან სერიოზული. ფიქრობთ რომ სოციალური პრობლემები მაინც ყველაზე მთავარი პრობლემებია? არა, ყველაზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა, ყველაზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ როცა შენ ხედავ რომ ესე ჟარგონით ვეთქვი ბუქსაობ, ხო? და ობიექტურად ისეთი ვითარებაა, რომ შესული ხარ პოლიტიკურ პოლემიკაში, კინკლაობაში და ამ საკითხებს ბოლომდე ვერ მიხარ. ხომ არ არის აქ ის მომენტი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ იგივე 19 აპრილს, ზოგადად აპრილის თემაზე, რომ პრეზიდენტ ჯერ კიდევ აქვს რაღაც საშუალება, რაღაც აურდაურიოს, ესე რომ ვთქვათ, რბილად რომ ვთქვათ, ხომ არ მოქმედებს ეს ფაქტორი მთავრობაზე. ნუ მოდი ესე დამოკლეს מחვილი. ალბათ ესეც არის. როგორ არა ეს მუდმივად შენ ხარ აი ამ სტრესულ მდგომარეობაში და ელოდები შეიძლება სიტუაცია გაგიქცეს ხელიდან. ანუ ეხლა პრინციპში უცებ შენ შეიძლება აღმოჩნდე აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში, სხვა პრობლემის წინაშე, ხო? პრაქტიკულად აღმოჩნდე სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე, ანუ დღეს რაღაც შეიძლება თავრობა გარკვეულწილად ფიქრობს ამაზე, რაღაც სცენარებს ამუშავებს ამ შემთხვევისთვის, რასაც მიაქვს დრო, ენერგია, რაღაც საშუალებები, რომ სხვა რაღაცაზე იფიქრო. პროდუქტიული ვეღარ ხარ, შენ მუდმივად რო ფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება დადგეს რაღაცა გამოუსწორებელი შედეგი, შენ უკვე ყოველდღიური ამოცანების შესრულება გიჭირს. მაგრამ მე დღეს ძალიან კარგად მენიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა. ეხლა ეს შეიძლება ვიღაცამ არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ აქ იყო თავსებადობაზე, კოორდინირებულ მოქმედებაზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალოვანი სტრუქტურები უნდა იყვნენ სრულად მობილიზებულები. ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობას ხელი აქვს დაბანელი, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი დაბრალდება ახალ ხელისუფლებას, ხო? და ამიტომ მათ კოორდინირებულ მუშაობას დიდი მადლობა მერაბიშვილს, რომ 2 თვით ადრე გაგვაფრთხილა, თუმცა ჩვენც გქონდა მოლოდინი, რომ აპრილში რაღაცა ასეთი იქნებოდა. ამ ორ თვეში, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს. რა, როგორ, რანაირად ხდება, რა ადამიანების საშუალებით აპირებენ ამის გაკეთებას და ჩვენ სულ ახლა ნახეთ, რომ ჩვენ ხომ არ ვზავავთ, აი ხა კონკრეტულად მე და თქვენ ვითარებას ამ აპრილთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, თქვა დაწყებული იქიდან, რომ ეს არის მართლაც პირველი ნაბიჯი, რომ მთავრობა გადააყენოს და ქვეყანაში არეულობა დაიწყოს, მე ეს ყველაზე ესეთი მარცხნივ პირობითად და ყველაზე მარჯნივალი, რომ რა შეიძლება 150 კაცი შერწყდება და დაიშლება. არა, 150 არ იქნება. ჩვენ ხო არ ვზავავთ ხელოვნურად
ისევ მათ მოცემულ წინაპირობებში ხომ არ მუშაობთ. აი მათ წარმოიდგინეთ თემა და ჩვენ ამაზე ვიარეთ. შემომაქვს ასეთი წინადადება რა და ძალიან მარტივი გასაკეთებელია. არავინ არც ერთი ცნობის მოყვარე იმ მიტინგზე არ უნდა მივიდეს. მე მაგალითად თავაზობ ტელევიზიებს რომ ჩართონ პირდაპირ ეთერი. ტელევიზორში ძალიან კარგად შეიძლება ყველაფრის დანახვა. როცა იგი გახარ მარტო 4 კაცს ხედავ შენს გარშემო, ხომ? და დავარქვათ ამას ნაციონალური მოძრაობის დათვალიერება. ესეთი საჯარო დათვალიერება მოვაწყოთ და ყველამ შევხედოთ ჩვენი ნათესავებიდან, მეგობრებიდან, მეზობლებიდან ვინ მივა იქ. მე მართლა მაინტერესებს. და არავინ აქეთა მხრიდან დაპირისპირებული მხარიდან ოცნების მხარდამჭერები ან უბრალოდ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის წრები იქ არ უნდა მივიდნენ. და იმედი მაქვს რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაცვას მოახერხებს ისე რომ იქ არავინ შეეპაროთ ასე ვთქვათ. შევხედოთ და დავათვალიეროთ, დავარქვათ 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის წევრთა და მხარდამჭერთა დათვალიერების ეროვნული დღე. და საერთოდ აღნიშნოთ ხოლმე ყოველწლიურად. აღნიშნოთ, კი ბატონო, ყოველწლიურად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ნამდვილად იყო მადრესის სტუმარი. გადაცემის შემდეგ ნაწილში სრულიად განსხვავებულ თემაზე სოციალურად დაუცველ პირთა შემოსავლებზე. ესეთი პარადოქსული თემა გვექნება სოციალური მომსახურების სააგენტომ დაახლოებით 12000 ოჯახს ეგრეთ წოდებული საარსებო შეწყვეტა შეუწყვეტა. მიზეზებზე სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე. რეკლამის შემდეგ. სოციალურად დაუცველი პირები და მათი შემწეობები მუდმივად სკანდალური თემაა. პრაქტიკულად ყოველ წელს მიმდინარეობს დავაზებასთან დაკავშირებით თუ ვის ეკუთვნის ეს სოციალური დახმარება, ვინ უნდა მიიღოს ეგრეთ წოდებული შემწეობის თანხები და ვინ არა. ალბათ ყველას ახსოვს არსებობს სხვადასხვა სისტემები, ქულების სისტემები, რომლებიც ითვლება მუდმივად არის სკანდალი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ძველი გაფუჭებული ტელევიზორის ან მასივრის გამო მოუხსნეს სოციალური შემწეობა და მუდმივი უკმაყოფილების მიზეზია. დღეს ცნობილი გახდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაახლოებით 6000 ოჯახს გააუქმა, ხოლო შეუჩერა ხოლმე 12000 ოჯახს საერთოდ შეუწყვეტა სოციალური დახმარება. მიზეზებზე სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე მატრიცაში. დაუმშვიდობისა ბატონო, დიდი მადლობა. ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა და საპარლამენტო ოპოზიციაც და თვითონ პრეზიდენტიც ხშირად ამბობს, რომ აი ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ადამიანებმა, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, ადამიანებს შეუწყდათ დახმარება და ისინი ფაქტურად სასიკვდილოდ გაწირეს. 18000 ოჯახი პრაქტიკულად რეალურად ამ რიცხვებით დარჩა იმ შემწეობის გარეშე, ვინც მართალია მინიმალურია, სულ დაახლოებით 30 ლარია, რამდენიც ჩემთვის არის ცნობილი, მაგრამ ალბათ ვიღაცისთვის ეს თანხა ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის მიზეზი ესეთი გადაწყვეტილების? ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის კანონი, მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ხოთაშვილის მიღებულია ძველი მთავრობის მიერ. ეს კანონმდებლობა ცალსახად ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა, შეიძინა ავტომობილი ან მიიღო თანხები, ის ვალდებულია აცნობს სააგენტოს ამის შესახებ. თუ ის აცნობებდა სააგენტოს ამის შესახებ, სააგენტოს თანამშრომელი მივიდა და გადასინჯავდა რა ხდება რეალურად, შეიძლება ის თანხა, რომელიც მან მიიღო, საერთოდ არ ცვლიდეს მის სოციალურ მდგომარეობას. მაგრამ აქ ქონდა ადგილი შემოსავლების დამალვას იმათი მხრიდან და ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვეწყვიტა, რადგანაც ეს კანონმდებლობა ამას ცალსახად მოითხოვს, რო არ შემეწყვიტა რა მოხდებოდა. თქვაც იყო საინტერესო. თუ არ შევწყვეტდი ამ დახმარებას, მოვიდოდა მაკონტროლებელი ორგანო, მაგალითად კონტროლის პალატა და მე მეტყოდა შენ ვალდებული იყავი შეგეწყვიტა. ანუ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი. გაგებოდა უკვე ჩვენი პასუხისმგებლობა. თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ 18000 მოუჯახმა უკანასკნელ პერიოდში იმდენად გაიუმჯობესა მდგომარეობა, რომ თქვა ისინი წასაშლელები გახდნენ აუცილებლად. 18000 ოჯახი უკანასკნელ პერიოდში ვერ ვიტყვით, რომ უკანასკნელ პერიოდის თემა არის ეს ჩვენ შევამოწმეთ გასული წლის შემოსავლები და ამის ბაზაზე გავაკეთეთ ესა, მაგრამ ეს ოჯახები არ შემოწმებულან წლების განმავლობაში. ჩვენ ავიღეთ შემოსავლების სამსახურის ბაზა 1 წლის, ავიღეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზა ავტომობილებზე, ავიღეთ საჯარო ეთრის მონაცემები. ხო, მონაცემები ისეთი იყო, რომ ალბათ გაგიკვირდებათ. მაგალითად ყავს უმწეოები ეგრეთ წოდებული, რომელთა შემოსავალი 50000 ლარს აღემატება, ასე ვთქვათ 32. 40 შემოსავალია საუბარი. 40-დან 50000 ლარამდე 31 ოჯახი. 20-დან 40000 ლარამდე 392 ოჯახი.
10-დან 20,000 ლარამდე. ესე იგი 1000 ლარი თვეში მინიმუმ შემოსავალი 2363 ოჯახი და 5-დან 10,000 ლარამდე შემოსავალი, რაღაც 500 ლარი მაინც თვეში, ასეთი არის 6140. როგორ მოხდა ეს ხალხი მაშინ სიაში? ამ ბოლო პერიოდში გაიმჯობესეს მას მატერიალური მდგომარეობა? ეს სიაში როგორ მოხდნენ, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ხალხი არ გადამოწმებულა წლების განმავლობაში. ზოგიერთი, ვისაც შეუჩერდა ჩვენგან დახმარება, ისინი 2012 წლის ბენეფიციარები ვერებ დანარჩენები შეიძლება იყვნენ წინა წლების ბენეფიციარებიც. მაგრამ სააგენტო სამწუხაროდ არასდროს თავის ფუნქციას არ ამოწმებდა პერიოდულად მოუწევთა ბაზას. ბატონო, იყო თქვა იგივე თბილისის მერიის დაქვემდებარებულ სამსახურებთან დაკავშირებით ბოლო ხანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვა იქ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გაფორმებულები და იღებდნენ გარკვეულ ხელფასს. ხომ არ არის თქვა რაღაც ესეთი მოსაზრებების ან ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აქაც თქვა უმწეოთა სიებში შეყვანილი იყო ადამიანები თქვა რაღაც პარტიული ნიშნით, რომლებიც იღებდნენ ბოლოს. ამის შესახებ პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაგრამ არის ძალიან საინტერესო სტატისტიკა საერთოდ. ჩვენ ამოვიღეთ სტატისტიკა 2008 წლიდან და სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უმწეოთა რაოდენობა იზრდება არჩევნების პერიოდში, არჩევნების წელს. ესე იგი, უმწეოთა რაოდენობა ყველაზე მეტად თავიდან გაიზარდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, შემდეგ იყო ვარდნა, შემდეგ გაიზარდა ადგილობრივი არჩევნების წინ და დაიწყო ზრდა ბოლოს და 2011 წლის ოქტომბერში. როდესაც ახალი პოლიტიკური პროცესები დაიწყო, უმწეოთა ბაზის განუწყვეტელის და თუ არსებობს სტატისტიკა, თქვა აი ის ხალხი, ვინც დაემატა ამ პერიოდში, იმ ხალხის რა რაოდენობაა იმ სიაში, რომელსაც აი ესეთი შემოსავალი აქვს, ესეთი კვეთები თუ არის შემოწმებული? ასეთი სტატისტიკა ხო პირდაპირ არ არის, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი ზრდა მიმდინარეობდა, ძალიან საინტერესო იყო კიდევ ერთი ფაქტი, რომ ეს ზრდა ხო დაიწყო წინა პერიოდში, როგორც გითხარით. აი, არჩევნების შემდეგ პერიოდში განუწყვეტელის დამედიოდა. ამან ძალიან დაგვაეჭვა. არჩევნების შემდეგ პერიოდში, ანუ ბოლო არჩევნების გულისხმობ. ბოლო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ოქტომბრის მერე, მაგალითად, სამეგრელოში 22%-იანი ზრდა მოხდა უმწეოობის. რაღაც ამანაც დაგვეეჭვა და ახლა ამწევების ასეთი ზრდა, როდესაც ქვეყანა როგორც ამბობენ 9 წელიწადი ვითარდებოდა რა უმწევების განმსხვერპლებით ეჭვები დაბადა ცხადია. რაც შეეხება სხვა ის შემიძლია გითხრათ კიდევ დამატებით, რომ ამ სიაში უმწევთა სიაში საინტერესო რა არის? უმწევთა სიაში არის იყვნენ როგორც თქვენ თქვით მერიის სამსახურების წარმომადგენლები, თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა თვითმმართველობის გამგეობების თანამშრომლები, პრეზიდენტის წუნებულის აპარატის თანამშრომლები და ჩვენ მხოლოდ ამათ არ ვამოწევთ ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ბევრი თანამშრომელი. ანუ თვითონვე ამ ჯანდაცვის სამინისტრო სისტემით ძალიან ბევრი თანამშრომელი მოხდა უმწეოთა სიაში. რაც შეეხება უძრავ ქონებას, უძრავი ქონების გადამოწევაც. დიახ, ბატონო, ეს ესეთი იყო ჟურნალისტური გამოძიებები ჩატარებული თქვა გასულ პერიოდში არაერთი მინახავს მე ესეთი, როდესაც ადამიანები, რომლებიც მართლაც რაღაც გაჭირვების ზღვარზე ცხოვრობენ, უცებ აღმოჩნდება, რომ რეესტრით მათ ეკუთვნით რამდენიმე 1000 ჰექტარი მიწა, მასზე დამაგრებული თავის შენობა, ნაგებობი, ტრაქტორი და ასე შემდეგ. ისეთი შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებმა არც კი იციან, ანუ ისინი უბრალოდ თქვა გამოყენებულები არიან. ამ შემთხვევაში, როდესაც აი ამ 12-18 ოჯახზეა საუბარი, ხომ არ შეიძლება აქაც იყოს ესეთი შემთხვევები და ხო არ გამოვა, რომ თქვენ მართლაც უდანაშაულო ხალხი, მართლაც ისინი, ვინც იმსახურებს შემწეობას რაც შეეხება რეესტრის მონაცემებს, რეესტრს საუბრობდი. რეესტრში ჩვენ აღმოგვაჩნდა იპოთეკარი ხალხი, რომელსაც 10 ბინა აქვს, 5 ბინა. რეალურად იყო ეს ხალხი ნამდვილად ეკუთვნით. ხომ არ არის აქ რაღაც საჯარო რეესტრის მონაცემა, საჯარო რეესტრის ესეთი თემა, რომელიც მე შემიძლია დავასახელო საჯარო რეესტრის მონაცემი, იმიტომ რომ ეს საჯაროა ინფორმაცია. რაც შეეხება შემოსავლებს. ჩვენ მოგმართავ ძალიან ბევრმა ადამიანმა და გვეუბნება, რომ ცით მე შემოსავლები, რომელსაც თქვენ მელაპარაკეთ, არ მიმიღეს. ეს ამდენი ფული საერთოდ არ მინახავს. აი ამას გულისხმობ. საერთოდ არ მინახავს. რა თქმა უნდა,
შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია. მე ვალდებული ვარ ამ ინფორმაციას დავეყნოთ. ცხადია, რომ იქ არის იდენტიფიცირებული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ეთქვა ჩვენი ბაზის საიდენტიფიკაციო ნომერს და მეუბნება, რომ ამ პიროვნება ამ ორგანიზაციისაგან მიიღო ამდენი თანხა. შემდეგ ჩვენ ვეუბნებით პიროვნებას, რომ აი ჩვენ გეუბნებით ამ მონაცემს. წადი შემოსავლების სამსახურში გადაამოწმო. მოაქვს იგივე მონაცემი, ну, ცხადია მონაცემი. თუმცა არ აუღია შემოსავალი, ხო? მეუბნება, რომ არ ამიღია. ეხლა ამას სწავლობთ, ну, ახლა როდესაც ასეთი ფაქტია, რომ ესე იგი მოქალაქე გეუბნება, რომ შემოსავალი არ ამიღია, ამ დროს რომელიღაც კერძო სტრუქტურიდან, სახელმწიფო სტრუქტურიდან თანხა გაცემულია, ეხლა მე ვალდებული ვარ, რომ გადავწე შესაბამის ორგანოებს, რომ გასაგებია, თქვენ უჩერებთ მას შემწეობას, მაგრამ იწება თუ არა ამაზე გამოძიება, თქო, ამაზე ერთობა თუ არა სხვა სტრუქტურები. მე უჩერებ, უწყვეტ, ანუ უჩერებ შემწეობას ასეთ პიროვნებას და გადავწე შესაბამის ორგანოებს, რომ გამოიძიო. ბევრია ესეთი საქმე, რომელიც საგამოძიებოდ გადაეცა, თქო. ნუ საკმაოდ ბევრი არის რა, რამოდენიმე ათეული შემიძლია. აქ შეიძლება იყოს ლაპარაკი ესე იგი რაღაც თქვათ შემოსავლების ლეგალიზებაზე, ფულის გათეთრებაზე. ყველაფერი შეიძლება იყოს ამ კვალიფიკაციის მიცემა ძნელია, მე ვერ ვიცემ კვალიფიკაციას ამ საკითხს, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ხდებოდეს ამ კუთხეში. ბატონო, მოდი შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ადამიანები ყავს და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ეს სისტემა, რომელიც დღემდე არსებობდა, ეს ფულების სისტემა, რომელიც ძალიან რთული გასაგები არის როგორც ჩანს ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, ეს სისტემა თავისთავად როგორც ჩანს ხარვეზიანია და არ არის სწორი, ხო? თუ ფიქრობთ ამის რაღაც რეფორმირებას, რეორგანიზებას. ეს სისტემას ეხლა ვეცნობ მე ახალდაწყებული მუშაობა ამ სამსახურში და ну საკმაოდ რთული ფორმულებია, ну იქ პარამეტრებიც ალბათ გადასახედია ყველა შემთხვევაში უნდა გადაიხედოს პარამეტრები და ვაპირებთ ამაზე მუშაობას აუცილებლად ვიმუშავებთ. ეს სასწრაფოა, ხო, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ, თქვა, რაღაცა მიზეზების გამო ეხა შეიძლება ვეღარ მოხდნენ ამ სიაში, თქვა, თქვენ თვითონ თქვით, რომ შესაძლოა იქ რაღაც შეცდომებიც იყოს, ან რაღაც არალეგალური საქმიანობის შედეგად დაზარალდა ეს. არა, თქვენ მხრიდან არა, თქვა, ვიღაცის მხრიდან არალეგალური საქმიანობის, მაგრამ ამ ადამიანებს ეჩქარებათ, რა ვადებში შეიძლება, თქვა, ისინი ელოდნენ, რომ სისტემა შეიცვლება, ანუ ხელახლა. რა შეეხება ჯერ ამ პიროვნებას, ვისაც შეუწდა და შეუჩერდა. ეს ძალიან მოკლე ვადაში ეხლა მიმდინარეობს შესწავლა პარალელურ პროცესში. ზოგიერთ ოჯახს უკვე დასკვნა დაწერილია, რომ აქ ისეთი მდგომარეობა, რომ თქვა, აი ეს შემოსავლები არ ახდენს გავლენას, ისე წამოიდგე, ისეთი მძიმე მდგომარეობაშია ზოგიერთი ადამიანი, თავისი ისე დაბალი ქულები აქვს, რომ ის მაღალი შემოსავალი ამ ოჯახზე არ ახდენს. არაფერს არ შევლის ამ შემთხვევაში. არ ახდენს გავლენას. ამიტომ ჩვენ ამას ვსწავლობთ, შევისწავლეთ. რა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი ვადებში ყველა გავარკვევთ ყველაფერს და ვისაც ეკუთვნის, ყველა მიიღებს ამ აღუდგება დახმარება მიიღებს განაცდურს. ანუ კომპენსირებული იქნება. კლიანტ მიიღებს. გარდა ამისა, ჩვენ არც ერთი უმწეოსათვის არ შეგვიჩერებია პოლისი. ესე იგი, დაზღვევის პოლისი ყველასათვის დღესაც მოქმედებს. ნუ რაღაც თუ ადამიანს რაღაც დაემართება, შეუძლია სამართლოს იმართოს ამის პრობლემა არ ექნება. და რა შეიძლება თქვა ახალ სისტემაზე გადასვლა იგეგმება ამ სისტემის შეცვლა? ახალ სისტემაზე გადასვლაზე ფიქრობთ, ეხლა ვსწავლობთ ამ სისტემას, ამას დრო უნდა საკმაოდ დაახლოებით ადრინდელი სისტემა რო შეიქმნა, მაშინ მუშაობდნენ უცხოური ორგანიზაციები, დაახლოებით 6 თვე დაჭირდა ამ კვლევის ჩატარებას, პარამეტრების დადგენას, მაგრამ ნუ ახლა არ არის გამორიცხული, მაშინ თავიდანვე ის პარამეტრები, რომელიც იდება ის პარამეტრი, რაც ხელისუფლებას უნდა. სადი იდებოდა ის პარამეტრები და ახლა ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება ობიექტური იყოს ეს პარამეტრები და ასახავდეს რეალობას ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნოიქნიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო მატრასის სტუმარი, გადაცემა დასრულებულია ზუსტად 8-ზე თეაშველიძის ბიზნესის დრო, მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში მე ხვალამდე გემშვიდობებით.